Tafto. Წინააღმდეგ შემთხვევაში თუ შეიძლება დავასრულებ გავკადრიერდები 11 ქართველი პოლიტიკოსის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყოფნის აზრი აღარ იქნება და იკარგება და არც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც არც მედიის წარმომადგენლებიც რა აზრი აქვს შენ თუ გინდა რომ შენი შვილიშვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ ყოველდღიურ მივაქციოთ სუვერენულ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეს განცდა ექნება, რომ საკუთარი ბედის ჭედერი თავადაა და განსაზღვრავს მის მომავალს, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება. და ეს მოქმედება იქნება. მოქმედება ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული. ანუ კაფიოდ გითხრა დასავლეთმა დეოლიგარქიზაცია მოხდება თავის გავისაუბროთ და მოგიკაკუნეთ კვლავ ჩვენი გარები ღია. ეგუებით ოლიგარქს გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი უცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებს სახელმწიფოებრივი ინტერესები საერთოდ არც ვალავენ. კი ბატონო, თქვენ გადაწყვეტეთ, ჩვენ ვართ მზად, გვეუბნებიან ევროპელი პარტნიორები, როგორც ვიყავით, ასევე ვართ. უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რამდენადაც მე გავიცანე და ყურადღებით გავიცანე რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება ხო? არა ერთი წუთით იქ საუბარი არის დეოლიგარქიზაციაზე რაც მოიცავს ყველაფერს ხო? რომ არ არის მედია თავისუფლება არის პოლიტიკური დევნა არ არსებობს ჯანსაღი ეკონომიკა არსებობს ოლიგარქიული ეკონომიკა არსებობს პოლიტიკური პატიმრები არსებობს რიგი პოლიტიკური მომდევნო პატიმრების ეს ყველაფერი მოიცავს დეოლიგარქიზაციაში დევს ეს დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ეს პრობლემები ერთ დღეში წყდება და ერთ დღეში იცვლება თორე ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს ხახო ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორმები რატომ რეფორმებს თუ გამიტარებ ის ფიქრობს თუ გაგიტარებ სამართლიან არჩევნებს ჩაგიტარებ პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი რომ ყველა ისარგებლებს მაშინ მე როგორ შევინაჩუნებ მართლისადავებს ოლიგარქი ფიქრობს ამიტომ ძალიან მიამიტობა ფიქრი იმისა რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს. ამიტომ არავის არ შეეშინდეს, არავინ არ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ამოქმედდება და აიძულებდა, აი აქ უნდა 27 რიცხვი ხომ არის დღეს. დღეს არ ვიცი ხა რა განცხადებები გააკეთეს ქართულს რომ ადვილად პროგნოზირებადები იქნებიან დაწუნებული ვარ. ხო, ნუ გასაგებია. დიახ. შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს დღევანდელი დღიდან, მათ შორის 20 რიცხვში, სადაც მე პირადად შვილთან ერთად მოვდივარ. 7 წლის არის სანდრო, ვის არ გამხდარა, მაგრამ მინდა რომ გახდეს მონაწილე, იყოს 10,000 ქართველთან ერთად და იამაყოს იქ ყოფნით წლების შემდეგ. ვინაიდან დარწმუნებული ვარ 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც ძალიან საჭირო იმპულსს მიცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში. საპროტესტო აქციების დაწყების მოთხოვნა არის მანამ თუ აპირებს დღეიდან და რა გეგმები პოლარიზაცია პრობლემა არა, პრობლემა არის აღრევა ხელისუფლების. პრობლემა არის ის ვერტიკალური მართვა ოლიგარქიული, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას დანერგილი. ნიკა გვარამია ახლა ციხეშიროზის და მიხეილ სააკაშვილი ციხეშიროზის ეს პოლარიზაციის ბრალია, ან ჩვენ რო ვისხედით და კიდე რო შეიძლება ამ გზაზე სურვილი რო აქვს ბევრი შეუდგეს ეს პოლარიზაციის ბრალია. ბიძინა ივანიშვილი რას გთავაზობთ? ბიძინა ივანიშვილი გთავაზობთ ალტერნატივის სახით რას? გახდე მისი მართული, ხო? ან თუ იბრძოლებს, ახლა ციხეში ის გეუნება, მოდი ჩემთან. მოდი, ფულსაც მოგცემ. მე ხა ვაკვირდები ადამიანებს გარშემო, არ დაგიმალავთ. როგორ გააქრენ და ქრებიან ადამიანები გარშემო, იმიტომ ბიძინა ივანიშვილის თავარი ამოცანა რა არის? რომ ფინანსურადაც საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას არ მიეცეს შესაძლებლობა
იყოს მყარად, ხო? და გრძნობა ადამიანები, ვითომაც არაფერი შაშნადელი თაობლებით დებიან. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმი, ეს პოლარიზაცია კი არ არის. როდესაც ადამიანს ერთშენიერ დღეს უნდა ხარდაჭერა აღიქვა ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის და გაქრა, ვითომ ვერ იმჩნევს და ვერ ხედავენ რა ხდება. ამიტომ პოლარიზაციაზე საუბარი ჩემის აზრით არის განსაკუთრებით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის მხრიდან მინიმუმ უბრალოდ არასწორი შეფასება ვითარებისა. დღეს საქართველოს დგას ნამდვილად გზაგასაყარზე. გინდა საბჭოთა კავშირი. გაწუხებს საბჭოთა კავშირის ის ტკინვეული ფანტომი დღეს, ხო? თუ გძნობ ამ ყველაფერს, გამოხვალ 20-შიც, გამოხვალ მომდევნო დღეებში და სიმრავლით გავაპროტესტებ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს. თუ არ გაწუხებს, ეხლა ძალეთ ვერ გამოგიყვანს სახლიდან, ხო? მადლობა.